აუφ, რაც ქორწილებს შევსწრები ვარ, მიხაკებიანი და შლაპებიანი პატარძლები. მეც მოდ მოვაწერე ხელი 1974 წელს. მახსოვს როგორც გუში. გვერდზე იყო კინოთეატრი ნაკადული. ჩვენს ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი 30 ჩემმა აპრილს. მშობლებმაც მაგ ქორწინების სახლში მოაწერეს ხელი. ჩემი ბედნიერი დღეც აქ იყო. მაშინდელი კამოს ახლანდელი დიმიტრი უზნაძის ქუჩის 2 ნომერს 2 სახელი აქვს: ქორწინების და ბედნიერების სახლი. ამიტომ ამ შენობის ისტორიის გამოკვლევას ისტორიკოსთან ერთად ვიწყებ და დროს უკან 60 წლით ვახვევ. იმ დროს, როცა დედაქალაქის ახალგაზრდები ოცნებობდნენ, რომ თავიანთ ქალაქშიც ჰქონოდათ ქორწინების სახლი. ეს არის ის ჟურნალ-გაზეთები იმ პერიოდში, რომელიც გამოდიოდა, სადაც ინტენსიურად იწერებოდა ქორწინების სახლის შესახებ. რას წერდნენ, ანუ აღნიშნავდნენ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. ჩვენ ახლა კომფორტის, ლაზათიანობის და გემოვნების ეპოქაში ვცხოვრობთ. ამას, რა თქმა უნდა, მაღალი მატერიალური და კულტურული ცხოვრების პირობები უწყობს ხელს. ადამიანებს სურვილი აქვთ მათ ცხოვრებას საზეიმო ელფერი ჰქონდეს. მით უმეტეს ისეთ მომენტს, როგორიც ქორწინებაა. და მათი ოცნებაც ახდა. კვირას 30 აგვისტოს 1964 წელს გრიბოედოვის ძეგლთან მდებარე 220 ბინიანი სახლის პირველ სართულზე ქორწინების სახლი გაიხსნა. უნდა გაიკეთებინათ მაღაზია, თუმცა შემდეგ თბილისის ხელისუფლებამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და სწორედ მაღაზიის განსათავსებელ ადგილას განათავსეს, გახსნეს თბილისის ქორწინების სახლი. გაზეთების ფურცლებიდან გებულობთ იმას, რომ პირველ დღეს გახსნის ცერემონიის დღეს ძალიან საინტერესო ცერემონია გამართულა და ამ დღეს 4-მა წყვილმა მოაწერა ხელი. თურმე გახსნის დღეს აქ ხალხმა დანიშნულ დროზე ადრე მოიყარა თავი. თანამედროვე სტილის შემინული ფასადი საშუალებას აძლევდა ცნობის მოყვარეებს დაეთვალიერებინათ შესასვლელი დარბაზი, დაბალი მაგიდები და სკამები, ლითონით მოპირკეთებული სვეტები, ორიგინალურად გადაწყვეტილი იატაკი. ქორწინების სახლის გეგმა დღემდე მარტივია. პირდაპირ ხვდებით დარბაზში, რომელსაც ვესტიბულისა და მოსაცდელის ფუნქცია აქვს დაკისრებული. სივრცე 2 დარბაზად იყოფა. ყველა შენობას ხომ თავისი მიზანდასახულობის შესაბამისად უნდა აგება და გაფორმება. მით უმეტეს ქორწინების სახლს განსაკუთრებული მაღალი გემოვნებით შემკობა და მორთვა სჭირდებოდა. ამიტომ მისი დაპროექტება ნიჭიერ არქიტექტორ შოთა ყავლაშვილს დაევალა. თანაავტორი კი ახალგაზრდა არქიტექტორი რამაზ კიკნაძე გახლავთ. არაერთი ბარელიეფი არის ქორწინების სახლში, როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარეთა სივრცეში. ქორწინების სახლისთვის გამოიყენეს არქიტექტორებმა ბოლნისის ცნობილი ბოლნისის ტუფის ქვა შიდა სივრცის გარკვეული ფრაგმენტის მოსაპირკეთებლად. მაშინდელი პრესა წერდა, რომ ამ შენობაში განთავსებულ ბარელიეფებზე კომპოზიციურად შესანიშნავადაა ჩაფიქრებული ცხოვრების მთელი იდილია: სიყვარული, სიკეთე, სიუხვე და სიმრავლე. თითქოს ამ სახლის ყველა კუთხეში სიხარული და მყუდროება მიყუჟულა და მოთმინებით ელოდა სახლის პირველ მასპინძლებს. დაუბრუნდი, როცა შემოვედი აქ, ისეთივე ახალგაზრდა მინდოდა ყოფილიყავი დღეს, როგორც მაშინ ვიყავ. ჩვენ ვიყავით და სიყვარული გადაიზარდა სულში, რომ შევაქნა ოჯახი. 1970 წლამდე საქართველოში ქორწინების სახლი და ასეთი საზეიმო ხელმოწერები არ იყო. ვილენ ალავიძე და ლამარა გაგუა პირველი წყვილია, რომლებმაც ხელი მოაწერეს დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში, სადაც გაიმართა პირველი ქორწინების საზეიმო ცერემონიალიც. რა თქმა უნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს სახლის სიმსახლივით მიყვარს, როცა ვხედავ, რომ ხელმოწერა ხდება და ხალხურობა მიხარია, გათავისებული თითქოს შედივია საბოლოო. მახსენდება უამრავი ხალხი, გაღიმებულები შემოსასვლელთან მომცეს მაკრატელი, მითხრეს ლენტი უნდა გაჭრა. პირველი მედავილი მოვაწერეთ ხელი, გადმოგცეს ქორწინების მოწმობა, ნომერი პირველი იყო ჩვენი, პატარა ალაფურშეტი იყო მოლოცვები. პირველ დღეს 4-მა წყვილმა იქორწინა. აღტაცებული საზოგადოება ჯერ ერთი წყვილის რიგიანად დათვალიერებას ვერ ასწრებდა, რომ შემდეგი წყვილი შევიდა. მათ ვინც პირველ დღეს იქორწინეს, ამ დაწესებულების გახსნის სიხარულიც ზედ დაერთოთ.
სანაპიროზე გრიბოიდოვის ძეგლთან მდებარე სახლში ბევრი ძველი და ახალი ოჯახი ცხოვრობს, თავისებური ფიქრებით და საზრუნავით. სხვათაშორის ამ კორპუსში ცხოვრობდა არაერთი ცნობილი ადამიანი, ერთ-ერთი გახლავთ კოტე წერეთელი, აკადემიკოსი, ცხოვრობდა ამ სახლში თავისი შვილი, უნიჭერესი მხატვარი სოსო წერეთელი. სოსო წერეთელი გახლავთ ადამიანი, რომელიც 1993 წელს ცნობილი მოვლენების დროს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახვრიტა სხვა ქართველ პატრიოტებთან, ნიჭიერ პატრიოტებთან ერთად და სოსოსთან ერთად სხვათაშორის ორი სადარბაზოს მოშორებით აქვე ცხოვრობდა ცნობილი ფერმწერი, გამორჩეული მხატვარი ომარ დურმიშიძეც. ასე იყო ქორწინების სახლამდე აქ ნაკადულიც 220 ადგილიანი სტერეო კინოთეატრი 207 მაყურებელზე გათვლილი. პირველი მაყურებელი 1962 წელს მიიღეს. ფილმი სპეციალურად სათვალით უნდა გენახათ. 8 სართულიანი სახლის ბინადრებს არ გამორჩენიათ ბედნიერი წყვილები, ვინც ხელის მოწერის ცერემონიას ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტად თვლიდა და უზნაძის ქუჩაზე ემოციების და განცდების გასაზიარებლად იკრიბებოდა. აი ასეთი ბედნიერი დღის ფოტოარქივი ალბათ ყველა ოჯახში ინახება, ვინც გაჭრა შესასვლელში გაჭიმული წითელი ლენტი და ვინც ამ სახლიდან თავიანთი ცხოვრების საგზური მიიღო. შეთანხმებულია წყვილთან. ზოგს უნდა რომ ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, მენდელსონის მარშზე. ზოგს აქვს სურვილი რომ რომელიმე მშობელმა შემოიყვანოს, ზოგი მეგობრებთან ერთად შემოდის. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი წყვილთან და მათი სურვილის გათვალისწინებით ხდება. იმდენად ტრადიციულია ეს ქორწინების სახლი, რომ აქაურობა ბედნიერების ჰაერით არის გაჟღენთილი თქო და აგერ უკვე 60 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ქართული ლამაზი ოჯახი და უკვე არაერთი ქართული ოჯახით შეიქმნა. ისტორია დღესაც გრძელდება. ამ წუთებშიც, ამ რეპორტაჟის პარალელურად შესაძლოა ვიღაცისთვის განსაკუთრებული დღეა, ვინც სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიაზე იმყოფება და ამ წუთებში იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ მომავალი ერთმანეთს დაუკავშირონ. მოგესალმებით, დღეს განსაკუთრებული დღე. ოჯახის შექმნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. წერითაც დაადასტუროთ თქვენი მზადყოფნა ოჯახის შექმნისათვის.